დღეს საქართველოს დაუბრუნდა მეოთხე ბრიგადის ასეული, რომელიც თავის მისიას ასრულებდა მაზარი შარიფში გერმანელი ჯარისკაცებთან ერთად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი, მათზე დაკისებულ ამოცანებს მიიღეს ძალიან მაღალი შეფასებები. გასთავარია ისინი ჩვენ დაგვიბრუნდნენ უნებელნი, ყველა რაც ძალიან გვიხარია. მე მინდა ხაზი გავუსვა ამ ადამიანების წვლილს საქართველოს პოზიციების გამტკიცებაში საერთაშორისო ასპარეზზე, მათ ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამტკიცებაში, არამედ საერთოდ ზოგადად გლობალური უსაფრთხოების გამტკიცებაში. მოიხსენებათ, რომ ავღანეთში საქართველო არის სიდიდით მეორე კონტრიბუტორი ქვეყანა. მე მინდა მიულოცო მათ სამშობლოში დაბრუნება, მიულოცო ასევე მათ ოჯახებს, მათ მეგობრებს და უსურო წარმატებები მათ მომავალ საქმიანობაში. ასევე მე მინდა წარმატებები ვუსურვო იმ ქართველ სამხედროებს, რომელთაც ჩაანაცვლეს ეს ასეული მაზარი შარიფში. მეოთხე ქვეითი ბრიგადის ასეული დაბრუნდა დღეს მაზარი შარიფიდან საქართველოში, რომლებიც გერმანელებთან ასრულებდნენ მისიას, გერმანულ კონტინგენტთან ასრულებდნენ მისიას. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო როგორც მათ, ასევე მათ ოჯახის წევრებს, რადგან ამ ქვედანაყოფმა მიიღო ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალი შეფასება შესრულებული მათ მიერ ჩატარებული სხვადასხვა ოპერაციებისას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოუხადო ასმეთაურს, პირად შემადგენლობას და მათი ოჯახის წევრებს. ბოლო 7 თვის განმავლობაში მეოთხე ბრიგადის ასეული ასრულებდა მისიას, სწრაფი რეაგირების მისიას ავღანის ისლამურ რესპუბლიკაში, კერძოდ ჩრდილოეთ სარდლობაში. მისიის განმავლობაში ასეულმა შეასრულა აბსოლუტურად ყველა დავალება, წარმატებით დაასრულა მისია და დანაკარგების გარეშე დაბრუნდა სამშობლოში.